სალამ მეგობრებო, დღეს მინდა რომ თქვენთან ერთად ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო კვლევაზე, რომელსაც ქვია მეტაფორული ომი. ეს არის დაწერილი ცოტა ძველი სტატია, ეს არის 2022 წელს არის დაწერილი, როდესაც თითქოს ეს კოსოვოს კრიზისის თემა ჯერ კიდევ მიწმარებული არ იყო და უკვე მკვლევრები იწყებდნენ მის ასე თუ ისე სხვადასხვა კუთხით შესწავლას და სხვადასხვა მიდგომებით თქვათ მის რაღაც ერთგვარ ახსნის მცდელობას წარმოადგენდა ეს ყველაფერი. რონალდ პარიზი არის საკმაოდ ცნობილი მკვლევარი პოლიტიკის მეცნიერებებში, რომელმაც დაწერა სტატია, ოღონდ კვლევა ჩაატარა იმ მიმართულებით, თუ როგორ იწყებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თვითონ ამერიკის შიგნით, რა როლი უნდა ეთამაშა აქ ამერიკის შეერთებულ შტატებს და შესაბამისად უფრო ზოგად დონეზე რა როლი უნდა ეთამაშა ნატოს რეგიონში. ჩვენ ზოგადად ისტორიული გამოცდილებიდან გვახსოვს, რომ ამერიკა საკმაოდ გვიან ჩაერთო მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში და გვახსოვს ასევე ისიც, რომ თითქოს იყო ერთგვარი ფრაზული დამოკიდებულება გაჩერებული მთელ მსოფლიოში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ never again ჯერ აღარ ესეთეს, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ჰოლოკოსტი და რეალურად მეორე მსოფლიო ომმა თითქოს მთლიანად დაღი დაასვა მაშინ ძალიან ისეთ მოწყვლად ჯგუფს, რომელსაც ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რეალურად საერთაშორისო სამართალი მუშაობდა. საერთაშორისო სამართალი მუშაობს და ამაზე ცალკე გავაკეთოთ მე ძალიან ბევრი რაღაცა. ნამდვილად მუშაობს რაღაც დონეზე და რაღაც შემაკავებელი ფუნქცია ასე თუ ისე მაინც აქვს. უბრალოდ ეს არის ძალიან პატარა ყუთში, რომელსაც რომც გახსნა ეს ყუთი მოკლედ ამ თვითონ მარტო ეს ყუთი ვერაფერს ვერ იზავს რა, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს სახელმწიფოების ინტერესებიც, იქ უნდა იყოს რა, არ უნდა იყოს ბირთვული სახელმწიფო, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მუშაობას აფერხებს. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი, რომელიც თავის ადმინისტრაციასთან ერთად მთელი ძალით ცდილობდა, რომ ასე ვთქვათ, დაერწმუნებინა ამერიკელი მოქალაქეები, რომ ის კონფლიქტი, ის ეთნიკური კონფლიქტი, რაც მაშინ მიმდინარეობდა ბალკანეთში და ის ეთნიკური კონფლიქტები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არაეთნიკური კონფლიქტები, არამედ უშუალოდ ჰოლოკოსტი იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. მოკლედ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მთელი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაცია მუშაობდა იმაზე, რომ მილოსევიჩის შედარება მომხდარიყო ჰიტლერთან ასოცირება და სერბი ხალხის ნაცისტებთან. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ არ იყო ნათქვამი, მაგრამ როდესაც ახსენებ ჰოლოკოსტს, იქ თავისთავად უკვე დებკონოტაციას, რომ ვინ ეწყობს ჰოლოკოსტს, ვინ მოაწყო ჰოლოკოსტი, ვინ აწამა 6 მილიონი ებრაელი, რა თქმა უნდა, ადოლფ ჰიტლერმა, როცა ამბობ, რომ ესე იგი ეთნიკური უმცირესობები განიცდიან იმას დღეს რასაც განიცდიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ზუსტად იგივეს ანალოგიურად და ჩვენ ვხედავთ მატარებელში ჩამსხდარ ხალხს, ხელშეშ ძალიან საინტერესო кейსი იყო, როდესაც აი ესე ძალიან დაჟინებით ცდილობდნენ რომ გაეწიათ ბილ კლინტონს და მის ადმინისტრაციას დაეჯერებინათ როგორმე ამერიკელი ხალხი და დანარჩენი მსოფლიო რასაკვირველია. იმ ორმაგიდასთან ზის პოლიტიკოსი იყო, მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი ერთი შიდა მაგიდაა. რომ საკუთარი ხალხი და საკუთარი საპარლამენტო ჯგუფები დაარწმუნოს რაღაცაში და მეორეა საერთაშორისო მაგიდა. და მაშინ სხვათა შორის ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი შეხვდნენ იყო ერთ-ერთი ეილი რაგვარია ეს კაცი უისლი, მე მგონი აღარ მახსოვს ერთ-ერთი გადარჩენილი ჰოლოკოსტიდან, როდესაც შეხვდნენ და აი რაღაც თითქოს იმაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რომ აი ამ ადამიანებს იგივეს უწყობენ სერბეთში, რასაც თქვენ გიწყობდნენ მაშინ, რა გიწყობდეთ მაშინ ჰიტლერი და რეალურად ამ კაცმა უთხრა რომ არა ის არ არის, ანუ თავის ფიჩში თქვა ამ კაცმა, რომ ანუ როგორც ჰოლოკოსტის გამოვლილი ადამიანი მეც მიმაჩნია რომ არ არის ეს იგივე და ძალიან ბევრი ადამიანი ეკამათებოდა რომ არ არის მილოსევიჩი ჰიტლერი და არ არიან სერბი ხალხი ნაცისტები და რეალურად ეს კონფლიქტი არ არის არც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობა და მით უმეტეს ეს არ არის ჰოლოკოსტი და ეს არ არის სისხლისღვრა არის, მაგრამ ეს არ არის ის თქვათ რასაც ხედავთ ასე იშვიათად ჰიტლერის სახით და ეს არის ჩვეულებრივი რაღაც დაძაბულობა, ეთნიკური დაძაბულობა, რომელსაც ჩარევა ჭირდება, მაგრამ არა ისე, როგორც თქვათ ის იქნებოდა ჩარევა აუცილებელი და საჭირო მეორე მსოფლიო ომის დროს და მეორე მსოფლიო ომის ვითარებაში. და სხვათა შორის მეორე მხარესაც ჰქონდა საკუთარი ძალიან საინტერესო მეტაფორები, აი ამიტომ ქვია კვლევა იკვლევს მეტაფორულ დამოკიდებულებას, როგორ ქმნიან პოლიტიკოსები, ნუ ამ შემთხვევაში როგორ შექმნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ის დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომელიც ერთგვარად
და არ წმუნებდა მოქალაქეებს, რომ ოღონდ ამჯერად ვისაუბროთ ბილ კლინტონის ოპოზიციაზე, რომლებიც პირიქით ამბობდნენ, რომ არა, ეს არის ბილ კლინტონის ხათაშორის თავიდან იყენებდა ასეთ მეტაფორას, რომ ეს არის powder cake, აფეთქებადი და ის თუ აფეთქდა ერთი სერვეტში, ეს მე გადავა მთელს ევროპაზე და გადავა მთელს მსოფლიოში. და მაშინ ბილ კლინტონის ოპონენტები ეუბნებოდნენ, რომ კი, ესა ნამდვილად თუ ერთი აფეთქდა ეს powder cake ქეგია ნამდვილად და ეს ნამდვილად Tinderbox-ია და ეს თუ აფეთქდა ნამდვილად გადავა მთელ მსოფლიოს. ოღონდ ანუ ჩვენი ჩარევა თუ მოხდა და თუ ამ კონფლიქტის არამშვიდობიანი გზებით გადაწყვეტა მოხდა, აი მაშინ არის ზუსტად საფიქრებელი და მაშინ არის ზუსტად დასაფიქრებელი და სანერვიულო თუ არასწორი ჩარევა მოხდა და ამ ომს პოტენციურად ადარებდნენ ვიეტნამის ომს. ანუ ვიეტნამის ომამდე მე სხვა დასკვნებით მიდიოდნენ, ზოგს რატო ეგონა ეს იგივე ვიეტნამი და ზოგს რატო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ოპოზიცია თავის მხრივ ცდილობდა ამერიკელ ხალხში აღეძრა სხვა მეტაფორა, სხვა მოგონებები, სხვა დამოკიდებულებები აი ამ პოტენციური ჩარევის მიმართ, როგორც იყო მაგალითად ვიეტნამი, როგორც იყო მაგალითად არასრული მენეჯმენტი, როგორც იყო მაგალითად იქ ჩარევა, სადაც რეალურად არის 200-დან 600 წლამდე არსებული ეთნიკური კონფლიქტები, სადაც ისედაც ჩაბუდებულია, ვთქვათ, რაღაც გარკვეული გამოწვევები, რომელიც სრულიად უცხო მესამე ნეიტრალური პირი, საერთოდ სხვა კონტინენტიდან ოკეანის გადაღმა რომ მოდის, ის ისე ფაქიზეთ ვერ მოექცევა და ის ისე სენსიტიურად და ისე საჭირო დეტალებს ვერ მიაკნევს. მოკლედ მეგობრებო, რომ შევაჯამოთ დასკვნით თქვენი გამოსაწერია, უბრალოდ ძალიან გავს ინდივიდუალური ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ზუსტად ისევე ცდილობენ, რომ აი აგვიძრან ჩვენ მსმენელებს და ჩვენს პირად ურთიერთობებში შევცდილობთ, რომ ანუ რეალურად წარმოვიდგინოთ, რომ შევქმნით მოკლედ ადამიანს ყველაფერი არ ვთქვათ, მაგრამ აი რაღაც ერთ მეტაფორას რა ვიტყვი, რომ აი მაგალითად ის ისეთი, ეს ასეთი და ის იმას გავს, იქ უკვე მთელი კონოტაცია ჩადებულია, საით მინდა წავიყვანო შენი აზროვნება და საით მინდა მიმართო და რაღაცებს არ ვიტყვი, მაგრამ რო ვიტყვი, რომ მილოსევიჩი ახალი ჰიტლერია, იქ უკვე მე სხვა რაღაც ჰოლოკოსტზე იწყებ ფიქრს და ბევრ სხვა რაღაცაზე.